თითმა ხელი მოგიმართოთ და ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას. ხო, რაც შეეხება კიდევ რა მინდა ვთქვა, გუშინაც თქვი და გავიმეორებ, რომ მე აქ არავისთან სარჩევი და საკამათო არაფერი არ მაქვს. გიზიარებთ იმ აზრებს, რაც მე 2 წელიწად ნახევრის მანძილზე დამიგროვდა და რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ვინც მიცნობს, ყველა მიცის, რითაც შემიძლია, მე ყველას ხელს გავუწვდი და ყველას დავეხმარები, რა თქმა უნდა, თუ რამით შემიძლია და თუ არ შემიძლია, თავზე მოძალა არა. ასე რომ გავანძღავთ, გამოვეკიდები და შევიზიზღებთ ერთმანეთს მეტი პატივისცეთ და მეტი დავაფასოთ ერთმანეთის აზრი, არ მოგწონ შეგიძლია გაატარო. კარგით, რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს. როდესაც მოდიხარ ირლანდიაში, გჭირდება кейსი, ეს ვიცით ყველამ. кейსი უნდა გქონდეთ ძალიან მაგარი, მართლაც რო ქვას ხეთქავს, მართლაც რო დამამტკიცებელი საბუთები უნდა გქონდეთ. ისეთი რომ რა გითხრათ, თავისი ფოტო, ვიდეო მასალი თუ გექნებათ, მოკლედ რაც უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთები გექნებათ, ეს არის თქვენი საქმისთვის ბევრად უკეთესი. მაგრამ მომხდარა ისეთი, ამისთვისაც მზად რომ მიყოთ. მომხდარა ისეთი, ქვას ხეთქავდა კი არა, ლოდებს ანგრევდა ისეთი кейსი თუ არ იმოუვიდა ხალხს. არის შემდეგ პროსტა ძალიან დიდი წვალება გიწევთ. მარტო ადამიანები უფრო როგორ არის იცი, რა გითხრათ, მარტო ადამიანი უფრო ნაკლებ წვალებას გადის, იმიტომ რომ აქ რაღაც ნაცნობები, ახლობლობი და ასე შემდეგ, კი იცით, ქართველი თუ ვინმე შანსი აქვს ყველა ერთმანეთს ეხმარება და არჩაბარების შემთხვევაში, როდესაც რჩები გარეთ, უნდა იცოდე რა. თუ არ ჩაგიბარეს და გამოგაგდნენ გარეთ. თუ წასვლა არ გინდა, ისე იზამ, რომ გამოუარის შემდეგაც არ წახვალ. და 1000 გზა არსებობს მაგის და ყველა ეხლა რა ვიცი, დამეთანხმება ალბათ იმაში, რომ ადამიანი თუ მონდომებულია და თუ აქვს იმის საშუალებას არ გულისხმობ, ეხლა არ დამიწყოთ, არ გამომიხტეთ და საშუალება რო არ მაქვს, იმიტომ მოვდივარ და რომ მქონდეს იქ რა მინდა და საშუალება რო არ გაქვს და იმიტომ მოდიხარ, ჩვენც იმიტომ ვართ აქ, თორე რა ვიცი ხა ჩემს ქვეყანას და ჩემს ადამიანებს, ჩემს ქართველებს არაფერი მიჩემია. ეს ვინც მიცნობს, ყველა მიცის. ხო, და უყურე რა ხდება, გჭირდება თანხები. რა თანხები? საბუთები გჭირდება იმისთვის, რომ ხელფასი აიღო, გჭირდება საცხოვრებელი იწყება ანუ ერთ ადამიანზე, საცხოვრებელი იწყება 500 ევროდან, მოდი ესე ვთქვათ, უფრო იაფად თუ ნახავთ ხო მაგარი, თუ არა და საშუალო ფასია 500 ევროდან იწყება, 500 евро, ოთახში ლოგინი, არ გეგონოთ 500 евро და თქვენ იმაში იცხოვრებთ, აქვია პლიაჟზე წამოწვევით და მაგარ მასში იცხოვრებთ. საცხოვრებელში. არა მეგობრებო, ეს არის საუბარი ოთახში ლოგინზე, სადაც რამოდენიმე ადამიანი იზიარებთ ერთ ოთახს და გაქვთ თქვენი ლოგინი მხოლოდ. მარტო ოთახში გააჩნია 1200, 1000, 800 თუ ნახეთ, ძალიან მაგარია და გაგიმართლათ მართლა. ეს რაც მე ვიცი რეალურად. შეიძლება უფრო ნაკლებადაც ნახოთ, ეს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება და უფრო ძვირიც დავხდეთ, შეიძლება. ეს უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გაითვალისწინოთ კიდევ რა. აქ პირველი ნაბიჯებისთვის ჭირდება თანხები. თუ არ ჩაგიბარეს მაგას გეუბნები და ჩაბარების შემთხვევაშიც რა ხდება? ისიც მინდა რომ იცოდეთ. აქ ჩაბარების დროს არავინ არ გაცხოვრებთ. შეიძლება სასტუმრო შეგხვდეთ იდეალური და მაგარი, მაგრამ არ ხართ მარტო. ან მოგიწევთ ქართველებთან, თუ მოგიწიათ ხო კარგი, თუ არა და მრავალ უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრება. და თანაზიარი ერთი ოთახის, ერთ სასტუმროში. ხო, ანუ ტოლვილი ხარ, ტოლვილი ცუდი გაგებით კი არ გამიგოთ ეხა. ხარ გამოქცეული, ითხოვ თავშესაფარს და აქ არ იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ აქ ფუფუნება და ეს რა მაგარია. პრივილეგია აქვს ოჯახს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახს უწევს, შეიძლება მოგიწიოს სასტუმრო, შეიძლება მოგიწიოს სახლი, ხო? გიწევს იმ სახლია თუ სასტუმრო, შენი ის გაქვს, ოთახი გაქვს და ეგ არავინ მხოლოდ სახლს იზიარებთ, კუხნას იზიარებთ და ასე შემდეგ. და ამით უფრო პრივილეგირებულია, რა თქმა უნდა და კიდევ იმით, რომ ოჯახს უფრო ყურადღებას აქცევენ, ეს არ ნიშნავს, მეგობრებო, არაფერს. მე ისიც მინახავს, რომ აქ მაგარი кейსით ჩამოსული, ოჯახი მრავალშვილიანი, აქ კიდე დამატებული და რა ვიცი, არ გაუთვალისწინებიათ არაფერი და ისე გაუშვიათ. ისიც გამიგია აქ, რომ кейსმა ყველაფერი ამოატრიალა, ბავშვიც კი აქ შეეძინა, მაგრამ ისიც არ გაუთვალისწინებიათ. ეხლა ბოლოს რო ჩარტერული რეისი დაინიშნა და ქართველები რო გამოუშვენ, იქ ჩვენი ბევრი მეგობარი იყო. აქ შეძენილი ბავშვით და
იქიდან საქართველოსდანაც ბავშვი და აქ რო შეეძინა ხო, მაგრამ არც ეს გაითვალისწინა. ამიტომ ვიძახი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ, გჭირდებათ ხარჯი, თანხები გჭირდებათ რაღაცეები რა. მე არ ვიძახი ხა იმას რომ თანხა გჭირდებათ იმდენი არის საშუალება და აქ ჩამოდიხართ მე. მზად რო იყოთ, იმიტომ გიყვებით ამას. ეხა ახლობელი თუ ყავს და სახში თუ წაგიყვანს და ყველაფერი თუ იცი, აქ დამიწე რაღაც კლავიატურში კი გამიხდები რა. გაგიმარჯოს ღმერთმა. მე მართლა იმ ადამიანებისთვის ლაპარაკობ და ვსაუბრობ ამას, ვისაც რეალურად აინტერესებს და ცამოწმენილზე აპირებს ირლანდიაში წამოსვლას. კი ბატონო. შემდეგი ეტაპი რა ვთქვათ, მოგიწია გარე ცხოვრება, აიღეს ოთახი, ცხოვრობ ოთახში, გააკ ამის პონტი კარგი რო აიღო ოთახი, ცხოვრობ ოთახში და შემდეგი ეტაპი რა გჭირდება სამსახური. თუ შენ არ ჩაგიბანე სამუშაო უფლებას არავინ არ გაძლევს. ხო? ამიტომ ვიძახი, ესეც გვარდება რაღაცა გამოძებნი ადამიანი ქეშად, იქ ხელზე, იქ 1000 ვარიანტია იმის, რომ რაღაცა სამსახური დაიწყო. ოღონ, მეგობრებო, გაგიჭირდება მაგრად, თუ შენ ეს საბუთი არც ერთი არ გაქვს, თუ შენ ენაც არ იცი და თუ შენ ხელობაში არაფერია ეს აზრზე არ ახარ. მაგრად გაგიჭირდება. მაშინ ყველაზე მაგარი მომენტი ის იქნება, თუ შენ ვინმე აქ ძალიან მაგარი ახლობელი ყავს და რაღაც სამსახურს მასთან ერთად ან სადმე რაღაცა ვიღაცასთან გამოგიძებს. ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. თუ იცი ენა და თუ ხელობა იცი, რომც არ ჩაგიბარონ, დამიჯერი არ გაგიჭირდება ზმაო. რა ვიცი, მე ესე ვიცი, რომ აი ვინც ენა იცის, ვინც ხელობა იცის, უეჭველი იცის ხელობა, ის არ გაიჭირებს. თავის თავს არ გაუჭირებს. შრომელ ხალხს აქ არ უჭირს. იმიტომ რომ პატარა ენაც რა თქმა უნდა, ამას კიდევ ერთხელ გამეორდები, ეგ არის აუცილებელი და თუ არა და ეხა ენა თუ არ იცი და ხელობას თუ არ იცი, მაგას არის გამოსავალი რაღაცეები, მაგრამ ძალიან წვალობ, აი ძალიან და მე უკვე შეიძლება არასტაბილურობიდან გამომდინარე ნერვებმაც გიმტყუნოს და მე უკვე არ ვიცი. მე არ ვიცი. რა და როგორ გადაწყვიტავს ადამიანი. იმიტომ რომ სტრესი არის, სტრესი პირველ რიგში ოჯახიდან რო გადიხარ, შენს ოჯახს და სახლს და ქვეყანას რო შორდები, მაშინ გაქვს სტრესი და ეხლა ამ ხელა უცხო ქვეყანაში რო ამდენ პრობლემას აწყდები და რეალურად წინ ვერ ხედავ იმას, რაც გინდა და რაც დაგისახეს და რაც იმედი ქონდა, ესაა და ადამიანის ნერვები უკვე მე რა ვიცი, ცოტა რთული სამართავი ხდება. კარგი. ხო, ეს რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს ჩამოსვლიდან საბუთებამდე. თქვა თუ ჩაგიბარეს. იმისთვისაც მზად უნდა იყოთ 6 თვემდე თუ 5 თვემდე ზუსტად არ მახსოვს, ვერ აგზავნი სამუშაო უფლებაზე. არ გაქვს უფლება რომ სამუშაო უფლებაზე გაგზავნო მოთხოვნა. ეს სამუშაო უფლებაც არავინ არ იცი შენ მოგივა 1000% თუ არ მოგივა, ამისთვისაც მზად უნდა იყო. როდესაც ჩაგიბარებენ და გადის 5 თვე, თუ ჩაგიბარეს გაცხოვრებენ, საჭმელიც მაგათია, საჭმელსაც რა თქმა უნდა ეხა შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, თუ არ მოგეწონება და შენი ყიდის, შენი ამბავია. მე გეუნები რაც ვიცი, საჭმელიც მაგათია, თუ ბავშვი ყავს, მრავალი დახმარება, ეხა ბავშვზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, თავის წამლებიდან დაწყებული, თავის ჩასაცმელამდე, თუ ბავშვ პამპერსი, რაც არ უნდა იყოს, რამე თუ ჭირდება, მაგრამ აქ ძალიან მხარში გიდგანან მაგ მხრივ. მაგიტო ვიძახი რომ ოჯახები ცოტა პრივილეგიით არიან, ხოლო ამ ხარეს თორე დანარჩენი ის რომ მე ბავშვები მყავს და ბავშვებით რამე საბუთი და პრივილეგია ეს არა, მე ისიც გამიგონია აქ შობელს მიუღია საბუთი, ბავშვს არა ამ პირიქით. და ეხლა თქვენ თვითონ წარმოვიდგინეთ ეს როგორია და რანაირია ეს ჩვენც არ ვიცით, თქვენ უფრო თუ გაიგებთ თორე ჩვენც ვერ ხვდებით აქ. ხო, შემდეგი ეს გითხარით ფასები, რაცა რეალურად ოთახში და ასე შემდეგ. მე გიწევთ რა ეტაპის გადალახვა. უყურეთ. არ არის თანხები რაში გჭირდებათ ნახეთ. თუ გაქვთ მართვის მოწმობა, აქ როდესაც ჩამოხვალთ, ამ მართვის მოწმობას გადაცვლით ირლანდიულ მართვის მოწმობაში იცვლება, მეგობრებო. ეს შემდეგი ეტაპია უკვე, მაგრამ ეს შეგიძლია რომ ჩამოსვლიდან მალევე მოხდეს და თუ შეიძენთ მანქანას დელივერები ეხა უკვე სამწუხაროდ გადაივსო, მაგრამ აქ არის დელივერებს ქირაობენ და ასე შემდეგ და მუშაობენ. მე მაგასაც მოკლედ ჩართვაში მე გაჩვენებთ ერთი დღე მაგაც გავალ სამუშაოდ და რა თანხა რეალურად რა თანხა შეგიძლია გამოიმუშაო. საბუთებს რაც შეეხება გითხარით, кейსზე რაც შეეხება ვილაპარაკე და
ისიც გითხარით თუ რა პრობლემა შეიძლება გადააწყდე. უნდა იყო მზად იმისთვის რომ დარჩე ქუჩაში, უნდა იყო მზად იმისთვის რომ გქონდეს პატარა თანხები რომ პრობლემას არ გადააწყდე და არსებობს გზები იმისა უარის შემთხვევაში მარტო ადამიანს უარის შემთხვევაში რომ ირლანდიაში მაინც გაჩერდე და იმუშაო. ხელფასებს რაც შეეხება და ხელფას შემოსავალს რაც შეეხება, მაგას შემდეგ ეტაპებზე ვისაუბრებ. ეხლა კიდევ რა მინდა ამ ყველაფერს დავამატო, არავინ არ იცის აქ დუბლინში მოგიწევს პირველად რო შემოხვალ, დუბლინში მოგიწევს თუ დუბლინს გარეთ. ჩემს მეგობრებს მოუწიათ დუბლინს გარეთ მოშორებით 300, 200, 150, 70 კილომეტრის მოშორებით. 70 კიდე არ აუშავს. მოგიწიოს შეიძლება ეგრე, მოგცენ საცხოვრებელი 300 კილომეტრის მოშორებით და 200 და რა ვიცი, ამ მნიშვნელობა თუ გინდა 90 კილომეტრის მოშორებით, ხო? იმ ქალაქში შეიძლება გაგიჭირდეს სამუშაოს მოძებნა და ესეც უნდა გაითვალისწინოთ. გიწევს რა? მოდი ხარ, მუშაობ სადაც ნახავ, სამსახურს, რომელ ქალაქშიც ნახავ და ამისთვის გჭირდება ან ტრანსპორტი, ან საცხოვრებელს ქირაობ იმ ქალაქში, სადაც ის გიწევს მუშაობა და გიწევს მერე პარასკევი შაბათი თუ როგორცაა შაბათი კვირა წავსვლა მისამართზე. იქ მისამართზე აუცილებლად უნდა იარო, იმიტომ რომ იქ არის შენი რა გითხრათ, აი ყველა საბუთი საქმე თუ რაიმე გამოგეგზავნებად მოვა მისამართზე. იმ მისამართზე. ესეც უნდა გაითვალისწინოთ. კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ირლანდიაში პირველი ნაბიჯების დროს? კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ? უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სანამ წამოვალ და ჩამოვალ, თუ ენაში გადავემზადებით და თუ სალაპარაკო ენას გავაუმჯობესებთ, ეს არის კარგი, რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ჩემი აზრია, როდესაც აქ მოდიხარ, რა თქმა უნდა თქვი და გავიმეორებ, რომ თანხები ცოტა უნდა გქონდეს, რომ მართლაც გასაქცევი არ მოგიხდეს აქედან, თუ იჭირვებ, იქამდე უნდა გაიჭირო, რომ აქ დალაგდე, დაეწყო, თუ გინდა რომ აქ გაჩერდე და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მოკლედ, ყველას მინდა გისურვოთ წარმატებული დღე, წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმეში, ემიგრანტებს მშვიდობას და მალე დაბრუნებას ქვეყანაში გისურვებთ და ქართველებს კიდე წარმატებას უსურვებ და გამთლიანებულ, გალამაზებულ და დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ. ეხლა დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში კიდე უფრო ვრცლად ვილაპარაკებ რა შეიძლება გავაკეთოთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ და დაელოდეთ, გთხოვთ, გააზიაროთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, რათა უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. როგორც გითხარით, ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ და ყველას გისურვებ წარმატებას. მიყვარხართ ქართველებო გულში.